Portokhlis ნერგები გჭირდება. გადი. ახლავე გადი. შენი არ ყოფნისას მიწიდან ნერგებს ვერ ამოიღებენ? ისე მოიქეცი როგორც მეკითხარი. რა სახე გაქვს? არაფერია. დაკაკუნების გარეშე რატომ შემოდიხარ? ჩემს ოთახში შემოსვლისას კარზე უნდა დავაკაკუნო? ხომ შეიძლება დაკავებული ვიყო? კარგი, შემდეგ ჯერზე დაგირეკავ. როგორ დამირეკავ? ტელეფონი ხომ წამართვი? დაგავიწყდა? არა, არ დამივიწყებია. მე არაფერს ვივიწყებ. ალბათ ჩემი ყველაზე დიდი წყევლა ეს არის. გამომართვი. ეს რა არის? ტელეფონი. რომლითაც მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს დამირეკავ. მხოლოდ ჩემი ტელეფონის ნომერია რეგისტრირებული. შეგიძლია მე დამირეკო, მე კი შენ დაგირეკავ. ინტერნეტი არ არის. მხეცი. გამოვალ მდგომარეობაში თუ იქნები, საკმარისი იქნება ღილაკს თითი დააჭირო. შენ რატომ უნდა დაგირეკო? რატომ? ვიცი თითებს მოიმტვრევ. თუ არ მოგწონთ, უკან გავაგზავნი. სულ მალე არ მაღანი ყველაფერს გაიგებს. კიდევ რამდენ ხანს დავმალავ. არ მაღან ბეის ნიშნობაზე დამსწრე საზოგადოებასთან საერთო არაფერი აქვს. სახლიდან ისედაც იშვიათად გადის. სულ მალე მთელი ქუჩა გაიგებს. ავკვეთ, რომ გავრცელებულმა ჭორებმა არ მაღან ბეიმდე მიაღწიოს. არ იდარდოთ. ამას როგორ აღკვეთ? რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ესე იგი, უეჭველად ყველაზე დიდი ჩაგივარდა. ესე იგი ერთი ამბავი ატყდება. რატომ? აქ ძალით არავის მოუყვანი ხარ. შენი ფეხით მოხვედი, ეგ ვიგულისხმე. მამა ჩემი წაბილს ხუმელზე გვიწვავდა ხოლმე. ყველაზე დიდს, ყველაზე მრგვალს, შუა ხუმელს შეაგდებდა. ეს მისთვის დაუწერელი კანონი იყო. ესე იგი წაბლი გიყვარს. წაბლი როგორ არ უნდა გიყვარდეს? თანაც ჩვენ ბურსაში ვართ. ყველაზე დიდი ოდენობის წაბლი აქ მოდის. წაბლი ვის არ უყვარს? დედა ჩემს არ უყვარდა. მამა ჩემი წაბლს ხუმელზე გვიწვავდა. ქერქს სათითაო დაცლიდა და წინ დაგვილაგებდა ხოლმე. ერთ ცალსაც არ შეჭამდა. დედა შენი წაბლი დავწვით. წაბლს მუხთაზე ვერ მიირთმევ. გრძელ წამწამიანო. მიდი დაჯექი და ქერქი გააცალე, მე სასმელს დავასხამ. ხელი რომ არ დაგვეწვა, მამა უფლებას არ გვაძლევდა წაბლისთვის ქერქი ჩვენ გაგვეცალა. ამას სულ თვითონ აკეთებდა. გავიზარდეთ, მაგრამ ამის უფლებას არც ახლა გვაძლევს. იმის თქმა გინდა, რომ მამა ჩემის სახლში პრინცესა ვიყავი და ისე გექცევი როგორც კონკიას? მამა შენი კარგი კაცი ყოფილა. მსოფლიოში ყველაზე კარგი ადამიანია. დედობაც მან გაგვიწია და მამობაც.
იცი, ყველა სურვილს გვისრულებდა. გულს არაფერზე გვწყვეტდა. მისი წყალობით თვალებიდან ცრემლი არ გადმოგვგორებია. პორტოხლითაა. ძალიან გემრიელია. გამომართვი. ჩვენი დაკარგული ფასი. შენი ნამდვილი მამა? მას რა დაემართა? შენ საიდან იცი? ვნადრობ ჩემი ნამდვილი მამის ვინაობა გავიგო. მას ერთხელ მაინც შევხვდე. მე ყველაფერი ვიცი. თუ ამ თემაზე საუბარი არ გინდა, ნუ მეტყვი. ჩემი ნამდვილი მამა არასდროს მინახავს. სულ პატარა ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. გველის ნაკბენით. გველის? შემდეგ დედა ჩემს ოსტატი იბრაჰიმი გააცნეს. მას პატარა ქალიშვილი ჰყოლია. მეუღლე მშობიარობის დროს გარდაეცვალა. ასე გახდა იფექი ჩემი და. დედა ჩემმა იფექს დედობა გაუწია. მამა იბრაჰიმმა მამობა მე გამიწია. როგორი ადამიანები არსებობენ? არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან სხვისი შვილების მშობლები გახდნენ. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ შვილებს ქუჩაში ყრიან. ნება მომეცი მამა ჩემს მე მოვუარო. გთხოვ, საავად მყოფოში დღისით მაინც წავალ. თუ გინდა დაცვა გამომაყოლე. პირდები უკან დავბრუნდები. გთხოვ. სანაცვლოდ მეც რაღაცას გთხოვ. უანგაროდ არაფერს აკეთებ? ეგ შეკითხვა ადრეც დამისვი. მომისმინე, ხვალსაღამოს ნიშნობაზე ვარ დაპატიჟებული. ბურსას ელიტარული წრის წარმომადგენლები ამ წვეულებას დაესწრებიან. მეც მიწვეული ვარ. ამ წვეულებას ჩემთან ერთად შენც უნდა დაესწრო. ვერ წამოვალ. შენს დასთან ერთად წადი. გულემდამი ვერ წამოვა. იქ ისეთი ადამიანები იქნებიან, ვისი ნახვაც მას არ ენდომება. გონია რომ საზოგადოებაში შენთან ერთად გამოვჩნდები? გაგიჟდი? მამა შენის ნახვა ხომ გინდოდა? არ წამოყვები. რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ წამომყვე? იმ შემთხვევაში წამოვალ. თუ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს თმაზე დამაბნევ. ანუ არ წამოვალ. Kendim yaptım. ჩემი ბრალია. Kendi ellerimle. მე მოვკალი. Gel. შემოდი. შენი ძმა ზემოთ კარგად ერთობა. ანუ ვერ გავიგე. ანუ ის, რომ შენი ძმა მხოლოდ ჩემ მიმართ არის ასეთი აგრესიული, არა? ახლა მშვენიერ ხასიათზეა. მიხარია რომ ჩემი ძმა ბედნიერია. იმ გოგოს ასე როგორ ენდობა? როდის დაუახლოვდა? არ მესმის. ერთმანეთს უკვე კარგად იცნობენ. კარგ სიზამ თუ შენს გაიცნობ, რადგან ამ სახლში იმ გოგოსთან ერთად მოგიწევს ცხოვრება. რატომ?
იმიტომ რომ ჩემი ძმა იმ გოგოზე დაქორწინდება. ეს შენმა ძმამ გითხრა? არა, მაგრამ მე ვიცი. ეს ის გოგოა, რომელიც ჩემი ძმის ცხოვრებას შეცვლის. დედა ჩემის წყევლას გააცამტვერებს, ჩემს ძმას სულით და გულით შეიყვარებს. აი ნახავ, ასე იქნება. ის გოგოა. იმედი ასე იქნება. რა კარგი იქნება, რა? აბაზანაში შევალ. შემდეგ კი დავწვეთ. კარგი, როგორც შენ გინდა. ვერ დაქორწინდება. ვერ დაქორწინდება. ჩემო საყვარელო, ისეთი პატარა იყავი, რომ საფლავიც არ გაქვს. უფალო, გთხოვ, მაბადიე. მაბადიე. უფალო, არ ვიცოდი ეს თუ მოხდებოდა. არ ვიცოდი. კიდევ ერთი შანსი მომეცი. გემუდარები. გთხოვ, მომეცი უფლება რომ დედა გავხდე. გთხოვ, კიდევ ერთი შანსი მომეცი. პირდები მას თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. მასზე ისე ვიზრუნებ, როგორც საკუთარ თავზე. გთხოვ, უფალო. მაბადიე. გთხოვ. არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა. კიდევ გძინავს? ადექი, ადექი. გეფიცების სამხედრო სამსახურში ვარ. ადექი, შეჭამე, დალია. ამ დილაუთენია რა ხდება? მანქანა მზად არის და შენ გელოდება. რა მანქანა? რატომ ელოდება? მამა შენი სანახავად მიდიხარ. როგორ? ამის უფლება მომცა? ხო, დილით გულჯემალს ვესაუბრე. უფლება მოგცა. მამა ჩემი სანახავად მივდივარ? ხო. ღმერთო. იცოდე მეწყინება ზაფერჰანიმის ნაყიდ საჩუქარზე კარგი თუ არ იქნება. რაც ბრძანებთ ბატონო, არც ფასით შევადარებ და არც ვიზუალით. თუ შეიძლება შეფუთეთ. ამასაც ვყიდულობ. როგორც გნებავთ ბატონო, მაგრამ შერჩეული უფრო მდიდრული ნაკეთობაა. არა, მერის კალიშვილისთვის არ მინდა. სხვა ვინმესთვის მინდა. უფროსო. დავპირდი რომ თმაში ვარსკვლავებს დავაბნევდი და
შეგიძლიათ ამ ნაკეთობას თმის სარჭის დანიშნულება მისცეთ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოგიმზადებთ. მხოლოდ ერთს დავძენ. ერთი ვარსკვლავის ღირებულება $8,000-ია. ძვირი დაგიჯდებათ. ფასი ვინმე მკითხა? ფეჰმი ქვია რა? დიახ, ბატონო. შენის მითხარი შეძლებ თუ ვერ შეძლებ? დიახ, რა თქმა უნდა, ერთ კვირაში მზად იქნება. დღეს საღამოს. დღეს საღამოს მჭირდება. გასაგებია? დიახ, ბატონო. ჯერ მერტი ხელში ჩამივარდეს. ასეთი დამთხევა ვის გაუგია? გულჯემალს მეც ვიცნობ. კაცმა ახლა თუ არ იცის ის ტიპი დევას ყოფილი საქმრო რომ არის, უახლოეს მომავალში მაინც გაიგებს. იმედია გაიგებს და თავყბას გავუერთიანებს. უარეს უზამს. კაცი დევაზია ჩაციკლული. ხომ ხედავ მამამისის სანახავად გამოუშვა რათა ნიშნობას დევაც დასწრებოდა, ხედავ? ხმას დაუწიეთ. მამას ძინავს. თქვენი ხმა ისმის. მამას ესაუბრე? ვესაუბრე. კითხე, კიდევ რამდენ ხანს უნდა დავრჩე მეთქი? მოვალ და იქიდან წამოგიყვანო მითხრა. გაუცებული ვარ. ასეთ ვითარებაშიც კი არ გეუბნება იქიდან წამოდიო. იმ სახლში ასეთი რა ხდება, იბრაჰიმ ბიძიაც კი ენდობა გულჯემალს. მამა ჩემისთვის მიცემულ პირობას პირველად გავდეხ. იმ სახლში ვერ გავჩერდები. მაგრამ უნდა დამეხმაროთ. მარტო როგორ გავიქცევი? თქვენ მეტი არავინ მყავს. უნდა დამეხმაროთ. რა თქმა უნდა დაგეხმარებით. მაგრამ რა ვქნათ? არ ვიცი. მე დაგეხმარები. იმ სახლიდან წამოგიყვან. ოღონდ დღეს არა. ერთი დღე მოცდა მოგიწევს. არ მაღარ. შენ ჩემი სიცოცხლე ხარ. ის ხომ შენ ციცი. მამა შენი როგორ არის? კარგად არის. ეს რა კაბაა? სტილისტი მოვიდა ქვემოდგელოდება, ჩაიცვი. მიდი, 1 საათი გაქვს. ხომ გითხარი იმ წვეულებაზე არ წამოვალ მეთქი? არა, ეგ არ გითქვამს. მითხარი იმ შემთხვევაში წამოყვები ვარსკვლავებს თუ თმაზე დამაბნევო. მერე? დამაბნიე? მოდი აქ. მოდი. სურვილი შეგისრულე. ვარსკვლავები თმაზე დაგაბნიე. ახლა კი ჩაიცვი.
ვარსკვლავები თმაზე მართლა დამაბნია. საყვარელო, შენთვის მოვამზადე მიირთვი. სასარგებლოა. არ მინდა. როგორ თუ არ გინდა. წონაში ვიმატებ. უკვე მოსაღამოვდა და არ უნდა ვივახშმოთ? თუ სავახშმოდაც გულჯემალ ბეის თანხმობა გვჭირდება. არა, ისინი ამ საღამოს სახლში არ იქნებიან. ნიშნებაზე მიდიან მერის ქალიშვილის. შენ თუ გშია, შეგვიძლია ვივახშმოთ. ვახშმი ხომ მზად არის? მზად არის. ვინ ისინი არ იქნებიან? არ მეტყვით? გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა დედა. ძმაო, გისმენდაო. რა ხდება? გოგოსთვის კაბაკი ყიდია. მე რა მოხდა? რა ვიცი? გულჯემალ ბეისგან ასეთ საქციელს არავინ ელოდა. შენ ქალს კაბა უყიდო? ეგ რა შუაშია? ხეცი ხომ არ ვარ? დიახ. ღმერთო ჩემო. ვხუმრობ. რაღაც უნდა გკითხო ძმაო. შენი ჟესტი გასაგებია კაბა უყიდე. წვეულებას ერთად ხომ უნდა დაესწროთ, მაგრამ ერთმანეთისთვის ვინ ხართ? რა სტატუსით სარგებლობს ეს გოგო? მითხარი. დევა ჩემი მარჯვენა ხელი იქნება, გასაგებია? ახლა დამშვიდდი? ღმერთო ჩემო. სად არის აქამდე ეს გოგო? დევა. დევა, 1 საათი დიდი ხნის წინ გავიდა. მოვდივარ. გთხოვ. დიახ, იმ დროს იქ იქნები და გოგო სტამბოლში წაიყვან. კარგი, თუ რამე შეიცვლება, ისევ დაგირეკავ, კარგი? არ მაღან. რა ქენი? ყველაფერი რიგზია. მეშინია. რომ ვერ შევძლოთ? ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. დევა ხვალ საავადო მკუფოში წავა, ბიძია იბრაჰიმის პალატაში შევა და პალატიდან აღარ გამოვა. ეს როგორ მოხდება? სპეციალურად დავაკვირდი, პალატა იმ სიმაღლეზეა, რომ დევა ჩახტომას მოახერხებს. გულჯემალის ბიჭები კართან დაელოდებიან. დევა კი ფანჯრიდან გადახტება. გზაზე მანქანა დახვდება და იქაურობას გაშორდება. პირდაპირ სტამბოლში წაიყვანენ. სტამბოლში მისთვის უსაფრთხო ადგილი მოვძებნე, იქ დარჩება. არ მაღან ეს რომ იმ ავადმყოფმა გულჯემალმა გაიგოს არ დაგვინდობს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი შეფერხება არ იქნება. პატივცემულო მე რო იქნებ ლიცენზიის აღების საკითხიც მოგვეგვარებინა.
საჭირო პროცედურები მიმდინარეობს. დასრულდება თუ არა, მაშინვე შეგატყობინებთ. მაშინვე. ბატონებო, სახელმწიფო საქმეებზე დღეს მაინც ნუ ილაპარაკებთ. მართალია. მართალია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზაფერხანიმ. გამარჯობა. თქვენს ადგილს გაჩვენებთ. საფერი მოვიდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, როგორ ბრძანდებით? გმადლობთ, თქვენ როგორ ხართ? მოხარული ვარ, რომ გხედავთ. გმადლობთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზაფერხანიმ, როგორ ბრძანდებით? ჩემო საყვარელო, კარგად გამოიყურებით. გმადლობთ, კარგად ვარ. ძალიან კარგი. გილოცავთ, ბატონო. გილოცავთ. კეთილი იყოს შენი მობრძანება ზაფერ, გამარჯობა. გილოცავთ. მოგესალმებით, წამობრძანდით. მობრძანდით. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. თქვენც ასევე. გმადლობთ, გმადლობთ. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა. თქვენი სახელი და გვარი. საღამო მშვიდობისა, იუს ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. გთხოვთ აქეთ. ხელკავი გამომდა? თუმცა ამას გიჯობს ხელი მოგტყდეს, არა? მობრძანდით. გმადლობთ. გმადლობთ. ახლავე მოვალ. საღამო მშვიდობისა ზაფერხანიმ. ახლავე წადი აქედან. ვითომ რატომ? ეს ჩემი ქალაქია. ეს ხალხი ჩემი ახლობლები არიან. ძარსულის გახსენება მათ სარგებელს არ მოუტანს. მათ საკუთარი თავის სხვაგვარად გააცანი. როგორც მიბრძანებთ? რეპუტაციის მოსაპოვებლად ბევრი ვიბრძოლე. აქ მოყოფების უმრავლესობას დაავიწყდა ვინ ხარ? შენის გარეუბნელი ქალი ხარ, რომელმაც ორი შვილი ქუჩაში დატოვა და საყვარელთან ერთად გაიქცა. გეშინი ამ ხალხმა ეს არ გაიხსენოს, ხომ ასეა? წყობიდან არ გამომიყვანა. გამოგიყვან. აქ სწორედ ამიტომ ჩამოვედი. მიდი. შემაჩერე თუ ძალა გეყოფა. საღამო მშვიდობისა ბატონო. საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გილოცავთ. გმადლობთ, დიდი მადლობა. გილოცავთ. დიდი მადლობა. უკაცრავად. ვიმედოვნებ ბედნიერებას მოუტანს. დიდი მადლობა რა თავაზიანი ბრძანდებით. რაც ბრძანებთ. მშვიდობაში. მშვიდობაში. თქვენ ალბათ ზაფერჰანიმთან მუშაობთ, არა? დევა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. დევაჰანიმი ახლა ჩემთან მუშაობს. ახალ ბრენდზე მუშაობთ. თქვენს გაგაცნობთ. თავარი დიზაინერი დევაჰანიმი იქნება. გილოცავთ. სიმართლე გითხრათ დავინტერესდი. ქალბატონს რას დაპირდით, რომ ზაფერ ფეჰლივანისგან წამოვიდა? დევა. დედა ზაფერ.
მობრძანებისათვის კიდევ ერთხელ გმადლობთ. სალონში ინვესტორები არიან, რომლებსაც თქვენს ჰოლდინგთან ხელშეკრულება აქვს დადებული. ჩვენს ტენდერში გაგიმარჯვიეთ, მაგრამ არც ერთი ჩვენგანი ახლოს არ გიცნობთ. ასეა ბატონო. სიმართლე ითქვას, თქვენი ვინაობით ყველა ჩვენგანი დავინტერესდით. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. იუს ჰოლდინგის სამმართველყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელთანაც დიდი ხანია თანამშრომლობთ, მაგრამ დღემდე მისი გაცნობის საშუალება არ მოგვეცა. გთხოვთ. გმადლობთ, დიდი მადლობა. ისეთი საიდუმლოებებით ხართ მოცული, რომ დღემდე თქვენი სახელი და გვარი ვერც კი გავიგეთ. გვაინტერესებდა ის პირი, რომელთანაც ამ ძვირადღირებულ კონტრაქტებს ვაფორმებდით. გმადლობთ, უპირველეს ყოვლისა ყველას მოგესალმებით. თქვენი ინტერესში ჩავარდნა ნამდვილად არ მინდოდა. სურდა ჩამოსულიყავი და პირადად გამეცანით. დიდი ხანია საცხოვრებლად აქ ჩამოსვლას ვგეგმავ. თქვენ მე მიცნობთ. ზოგი თქვენგანი პირადად, ზოგიც დაუსწრებლად. მეც აქაური ვარ. აქ დავიბადე და გავიზარდე. ახლა კიდევ უფრო დავინტერესდით. აქედან დიდი ხნის წინ წავედი. სიმართლე გითხრათ, ამას წასვლა არ ერქვა. ეს აქედან გადახვეწა უფრო იყო. არ ვიცი, ალბათ ცუდი ბავშვი ვიყავი. 25 წლის შემდეგ დავბრუნდი იმ ქალაქში, საიდანაც გადავიხვეწე. მადლობა უფალს, ჩემს მხარეში თავაწეული, მხარში გამართული დავბრუნდი. დარწმუნებული ვარ, მამა ჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემით იამაყებდა. მე გულჯემალი მქვია. ყველა თქვენგანისთვის ნაცნობი, ფეხსაცმლის შემკეთებელი საიმის ვაჟი, გულჯემალი ვარ. მისი ისტორიაც ყველა თქვენგანმა კარგად იცით. პირი, რომელიც ახლა თქვენ გაიცანით, ფეხსაცმლის შემკეთებლის საიმის ვაჟი გულჯემალია. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, გულჯემალ ბეი. გმადლობთ, თავმჯდომარე. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. გმადლობთ. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. გმადლობთ. გმადლობთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. წეული მციყავ, ჯანდაბა, წეული მციყავ, გველო. ქალბატონო, რატომ იწყევლებით, რა მოხდა? გაფიქრებული ხართ? წვეულებას ის გველი დაესრო. ვინ გულჯემალი? სხვა ვინ არის გველი ფათოში? დამშვიდდი, ვერ დამშვიდდები. იცი, მთელი ბურსას ელიტარული წრის წარმომადგენლები იქ იყვნენ. თითოეულ მათგანთან მილიონი კონტრაქტები აქვს გაფორმებული. დევაცთან ახლდა. ყველას უნდა დაანახოს რა მომბარა. ცალად ამანახა, ყველას დაანახა. ორ დღეში მოიპოვა ის სახელი და რეპუტაცია, რის მოპოვებასაც წლები მოვანდომე. მისი ისტორიის შესახებ ყველამ შეიტყო. ვინც არ იცის, ისიც მალე გაიგებს. ცუდი ამბავია. ძალიან. არ მახანი აქედან უნდა გავუშვა. როგორ? ჩემი ბიჭი უნდა გაუშვა? იცულებული ვარ. სამზადის სახლავე შეუდექი. ამის შესახებ არავინ გაიგოს. ქალბატონო, თხოვ ფადოში. არა, ქალბატონო, არ გეწინი აღმდეგებით. მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ჯერ სხვა რაღაც უნდა გითხრათ. რა? მე რაღაც გავიგე.
გმადლობთ. გილოცავთ. ბედნიერები იყავით. გმადლობთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. რა მოხდა? რატომ მიყურებ? მიკვირს ამდენი საჭმელი სადგეტება. ჭია ხომ არ გყავს? ლუკმებს მითვლი? არ გითქვამ საქაური თუ იყავი. არ გიკითხავს. იმიტომ რომ არ დავინტერესებულ ვარ. ახლა გაინტერესებს? არა. მართლა? ჭკვიანი ხარ. მართლა? ბინიცის რამდენი $1000 დახარჯე იმისთვის, რომ აქ წამოგეყვანე. ოღონდ იმისთვის არა, რომ წვეულებას ლამას ქალბატონთან ერთად დასწრებოდი. ამისთვის ნამდვილად არა. აბარისთვის. იმისთვის, რომ შოუ დაგედგა, რათა ბურსას ელიტარული ფენის წარმომადგენლებისთვის დავიძარგედგინა. ყველაფერი მიითვისე, ზაფერ ფეხლივანის საუკეთესო დიზაინერიც კი. იმდენი მოახერხე, რომ ზაფერ ხანიმი აქედან ისე წავიდა, რომ უკანარს კი მოუხედავს. გილოცავ. თავი ძალიან ლამაზი გგონია? არ მახსოვს, რომ მე მსგავსი რამ მეთქვა. დევა? სელიმ, თვალებს ვერ ვუჯერებ. აქ რას აკეთებ? კომპანია მაქვს, დიდი ხანი ერთმანეთი არ გვინახავს, ხომ ასეა? ხო, დიდი დრო გავიდა. ძალიან გამიკვირდა, რომ გნახე. ხო, შენი მეუღლეა? არა, ღმერთმა დამიფაროს. რადგან ასეა, ვიც ეკოდდება? ვერ იცეკვებს ძმაო. რადგან დამპირდა, რომ მე უნდა მეცეკვოს. მართლა? დიახ, ასეა. რაღაც არ მახსოვს მსგავსი რამ მეთქვას. მე მახსოვს. არ გაგიმართლა. ახალი დაიწყო. İnsanlar gemilerimi hep durdur
უცნაურია, მაგრამ მიგეჩვია. მხეცო. სიტყვის გადახვა ზოგადად არ მჩვევია, მაგრამ იწულებული ვარ წავიდე. იმედი ერთ დღეს გამიგებ. უფალსებარებოდე შვილო. თქვენც ასევე. რა უცნაურია. აქაურობა პირველად უფრო ბნელი მეჩვენებოდა. რა ხდება? ამიერიდან ისე მოიქცევი თითქოს არ ვარსებობ? არა. მე არ ვარსებობ. ვეღარასდროს ვნახავ. სპეციალურად დავაკვირდი პალატა იმ სიმაღლეზეა, რომ დევა ჩახტომას მოახერხებს. გულჯემალის ბიჭები კართან დაელოდებიან, დევა კი ფანჯრიდან გადახდება. გზაზე მანქანა დახვდება და იქაურობას გაშორდება. პირდაპირ სტამბოლში წაიყვანენ. ხომ იცით რაც დააშავეთ? ძმაო, არ ვიცოდით ჩანთას თუ გამოეკიდებოდა? არა, მანამდე სხვა დანაშაული ჩაიდინეთ, ქურდობა ჩაიდინეთ. შეგვიბრალე, ძმაო. შიერიც ყოფილ ვარ, სიცივეში გავყინულ ვარ კიდეც. რა არ გადავიტანე, მაგრამ არასოდეს მიქურდია. ძმაო, ჩანთაში რაც იდო, იმ ნივთებისთვის ხელი არ გვიხლია. გთხოვ, გვაპატიე. არ გეპატიებათ. თქვენ ჩემი და კინაღამ მოკალით. მე თქვენ სასჯელი მოგისაჯეთ. სამაგიეროს გადაგიხდით. პირანიებისებრი მტაცებელი თევზები. გაგიგონიათ? სისხლის სუნს ვერ იტანენ. იცით, ეს ტბა პირანიებისებრთა ქარავნებით რატომ ავავსე? თქვენთვის. ადამიანის ხერხემლამდე 5 წუთში აღწევენ. ზუსტი ინფორმაციაა. წყალში ჩააგდეთ. გთხოვ, ამას ნუიზამ, ძმაო, შეგვიბრალე. ეს თავად დააგულენ და მოგთხოვა. ფული თვითონ გადაგვიხადა, ჩანთა გამტაცეთო.
ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ძმაო. გთხოვ, შეგვიბრალე. სიმართლეს გეუბნებით, არ გატყუებთ. ეს თავად მან გთხოვა. სიმართლეს ვამბობთ, არ ვიტყუებით. გთხოვ, შეგვიბრალე. გაჩუმდით. ეს ამაზონია? პირანიებს აქ რა უნდა? მეორედ ქურდობაზე არც კი იფიქროთ. ბავშვები იქ წაიყვანეთ, საიდანაც წამოიყვანეთ. კარგად გამოყვებით, რომ ქურდობაზე არც კი იფიქრონ. გასაგებია? დიახ, იმ დროს იქ იქნები და გოგოს სტამბოლში წაიყვან. მეჰმედ ბეი? დიახ, გთხოვთ დაბრძანდით. არმაღან ბეი, დევაჰანიმი ჩემ გვერდითაა, ამის სათქმელად დაგირეკეთ. რატომ არ მუშაობს? რა ხდება? როგორ თუ დევა არ საჩანს? როგორ გაიქცა ბიჭო? გოგო, როგორ გაგექცათ? გულჯემალი დაფხოცავს. ტანჯვა გულის თავიდან ბოლომდე სპაზმში დახრჩობას ნიშნავს. სურვილს ნიშნავს ისე მოკვდე, რომ საიდუმლო ვერავის გაუმხილო. რა ხდება? გონი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. გადავალ, ვნახავ რა უჭირთ. თქვენ აქ იყავით. რა ხდება, რამე პრობლემაა? მოკეტე. ვიხარ, რა გინდა? მოდი აქ. გამიშვი. წამოდი. ხელი გამიშვი. რა საკეთებ? გამიშვი. წამოდი. არ წამოვა. მიშველეთ. ვინ ხართ, რა გინდათ? რა საკეთებთ? რას მერჩით? გამიშვი. ხმა არა მოიღო. გამიშვი. არ წამოვა. გამიშვი. მოკეტე. გამიშვით, ხელი გამიშვით. მოკეტე. გამიშვი. არ წამოვა. ვინ ხართ, რა გინდათ? მოკეტე მეთქი. რას მერჩით? წავედით. აქ გამომაგზავნე და დამპირდი, რომ აქედან დევასთან ერთად წავიდოდი. დევა გაიქცა, მარტო მე რა გავაკეთო? მითხარი. დევა არცად ზავა. მაქსიმუმ ხვალ სახლში თავისი ფეხი დაბრუნდება. ნახავ. მაგ სახლის დატოვებას არც კი იფიქრებს. რა მოიმოქმედე? ჩემმა ბიჭებმა ალბათ უკვე წაიყვანეს. დევა სტამბოლომდე ვერ ჩააღწევს. მას ისეთ დღეში ჩავაგდებ. წარე დინანებს, რომ იმ სახლიდან წავიდა.
რას მიმოვავ, დედა? ვინ ხარ?